თქვენი შეკითხვის ძირითადი ნაწილი გავიგე. პირველ რიგში მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ დღეს საქართველოში ფაქტობრივად არანაირი არც სახელმწიფოებრივი, არც კონსტიტუციური, არც საერთაშორისო, არც პოლიტიკური ცვლილება არ მომხდარა. დღეს მოხდა იმიტაცია პროცესისა, რომელსაც ჰქვია ტყუილის გაგრძელება და გაღრმავება და ეს არის განცდა იმისა, რომ მე თუ ტყუილს გავაგრძელებ რაღაცა განუსაზღვრელ მომენტამდე, მე მივახცევ ამ ტყუილის დაფუძნების მომენტს. ანუ არის პოლიტიკაში და არაერთხელ ჩვენ გვინახავს პოლიტიკაში ეს მომენტი, როდესაც ადამიანები იტყუებიან პერმანენტულად, მუდმივად ხდება ამ ტყუილის ასე ვთქვათ, ახალი ფორმით ფორმირება, ანუ ჯერ იყო იმის თაობაზე საუბარი, რომ ევროკავშირთან დაალაგდებიან, მერე რომ ტრამპთან დაალაგდებიან, შეერთებულ და ასე შემდეგ. ეს მთელი კასკადია, აქ არ აქვს მნიშვნელობა ეტაპებს, აქ არის უბრალოდ ტყუილის გაღრმავების ტენდენცია და ტაქტიკა, ანუ გაღრმავება ტყუილისა რაღაცა დონემდე თითქოს ამის შედეგად დადგება მათთვის სასურველი რეალობა. ეს იყო ამის შემადგენელი ნაწილი იყო აი ტყუილის და ფარცის შემადგენელი ნაწილი იყო ვითომ ინაუგურაცია, ვითომ პრეზიდენტის, ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ჩვენ დავინახეთ ორი ძალიან საინტერესო კადრი ერთმანეთის პარალელურად და დღეს საინტერესოდ იყო გაკეთებული, რომ ქალბატონი პრეზიდენტის, ლეგიტიმური პრეზიდენტის მიმართ, ხალხის მიმართ გაკეთდა ზუსტად თანხვედრად იმ სიმულაციისა, რაც ხდებოდა რამდენიმე ასეულ მეტრში პარლამენტში. და ეს იყო ძალიან კარგად გაკეთებული, იმიტომ რომ ორ კადრში ჩვენ ერთის მხრივ ხედავდით რაღაცა ჩაკეტილ, შეშინებულ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც იქ შევიდნენ მოძალადე მიღბიანების კორდონით და მეორე მხრივ ჩვენ ხედავდით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ესწრება ხალხს და გასულია ხალხში და რეალურად აჩვენებს იმ სულისკვეთებას, რომელიც არის საზოგადოებაში და თანხვედრია ამ სულისკვეთების. ასე რომ პოლიტიკურად საინტერესო კადრი იყო დღეს 11 საათიდან 12 საათამდე. კიდე ერთი ილუსტრაციას ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის, ხოლო მეორე მხრივ რეალურად არც ძალაუფლების, არც პოლიტიკური სისტემის, არც სამართლებრივი სისტემის თვალსაზრისით დღეს საქართველოში უბრალოდ არაფერი არ მომხდა. კი ბატონო. ბატონ გიორგი, როგორ ხედავთ ამ ყველაფრის შემდეგ პროცესის გაგრძელებას? დღეს პროტესტის 32 დღეა, ეს არის უწყვეტი ჩანს თავად მოქალაქეების განწყობაში. აი როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რომ აი უკვე ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომ თავად თქვას, რომ კი, მე მოვდივარ ამ დათმობაზე და ვნიშნავ ახალ არჩევნებს, რაც არის რეალურად ამ დემონსტრაციის თავარი მოთხოვნა. სად გადის ეს ყველაფერი, რაზე დგას, ვისზე დგას, აი ვის ამ ტანობაზეა, ხელისუფლების თუ პროტესტის? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია დამოკიდებული არის ყველაფერი ჩვენს სიმტკიცეზე, ჩვენს მდგრადობაზე, რომელმაც უკვე ფაქტიურად მოიტანა თავის შედეგი, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს ასე მტკიცედ არ ყოფილა ქართული საზოგადოების გვერდით. მე მახსენდება და ანალოგია ასეთი ქართული გაერთიანების მიმართ მარტო ეროვნული მოძრაობა მახსენდება და მაშინაც კი ქართული საზოგადოება გაერთიანებული იყო, მაგრამ არ იყო ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო თვალსაზრისით ასეთი კონსოლიდირებული, გამოხატული და ნათელი. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და ის პროცესები, რომელიც ამის შემდეგ განვითარდება, მე არ მიტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ბიძინა ივალიშვილი მიიღებს უკვე რამე განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი ბევრად უფრო მძაფრ გამოსავლებს შორის აქვს და ეს გამოსავლები სანქციებზე უფრო მძიმეა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეალურად იმ სუსხავ ხელზე, რომელიც პუტინის მმართველობას გააჩნია და რომელიც გადის ბევრად უფრო მძიმე თემებზე, ვიდრე ეს არის ფინანსური შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ სანქციების სწორედ დაგეგმილი ტაქტიკა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი მონიშნა და ეხლა უკვე გააღმავებს ამ პროცესს, რეალურად ჩამოშლის იმ ძალაუფლების ვერტიკალს, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღე იშლება. და მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში მის უახლოეს გარემოცვაზე, იმ 50 ან 100 ადამიანზე, რომელიც მასზე ისევე არის მიბმული სავარაუდოდ და იგივე ბერკეტებით და იგივე ხაზებით არის მიბმული, როგორც ის არის მიბმული მოსკოვსა და პუტინზე. მე ვლაპარაკობ იმის ქვევით რეალურად აღმასრულებელ რგოლს, რომელმაც უნდა განახორციელოს ძალადობის რეალური აქტები. და აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ივანიშვილი ინფორმირებულია თავისი, ასე ვთქვათ, უიმედობის შესახებ, რომელიც მას აქვს დასავლეთით, შეშინებულია იმ რეალური ბერკეტებით, რომელიც აქვს ჩრდილოეთს, ანალოგიური იქნება მისი ქვედა გარემოცვაც, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად დაახლოებული რამდენიმე ათეული ადამიანი, მაგრამ იმის ქვევით ადამიანები ესე არ არიან მიბმულები და მათი ჩამოშლა იქნება მომავალი პროცესის შედეგი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ გავაღმავებთ როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. კი ბატონო. ბატონ გიორგი, აი შეიძლება ვთქვათ, რომ ეხლა არის ივანიშვილი სწორედ აი რაღაც ტიპის ესეთ გამოუვალ სიტუაციაში, რომ რაღაც აი თავადვე არ დაიტოვა არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ რაღაცნაირად მაინც უკან დაეხია, თუნდაც აი კონკრეტული რაღაცა ცერემონიებით, ღონისძიებებით, ხომ ეს იქნებოდა პარლამენტის შეკრება, ყაველაშვილის არჩევა, შემდეგ ინაუგურაცია და ასე შემდეგ, რაც თავად პარტნიორების მხრიდანაც იყო მოწოდებები, რომ აი თითქოს რაღაცა აი ეს მაინც არ გვენახა მათი მხრიდან. ხო, მე არ მგონია ივანიშვილი ისეთი გამოუცდელი ადამიანი, რომელიც აი ამ ბოლო მომენტებს დაელოდებოდა ჩემს ამოცდილებაში. ეს არის წინდახედული ადამიანი, რადგან მან ყველა წითელ ხაზს გადააბიჯა, მე ვარაუდობ, რომ მას სხვა თამაში აღარა აქვს უბრალოდ. და ამიტომაც გადააბიჯა ამ ყველა წითელ ხაზს. შესაბამისად მე მისგან არ მოველი, რა თქმა უნდა, მას უტოვებენ და სწორს შვებიან, უაღრესად გამოცდილები არიან ჩვენი პარტნიორები ამ სანქციების ომში და სანქციების, ასე ვთქვათ, თამაშში. მე არ მგონია, რომ მე სწორს შვებიან, რომ უტოვებენ კიდე შანსებს და ბოლომდე არ ყვეთენ ამ ხაზებს. მაგრამ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მან მე მგონი უკვე გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი თვითონ პიროვნულად და მას სხვა უბრალოდ თამაში არ გააჩნია. ყველაზე ისეთი ტრაგიკული მდგომარეობა აქვს, როდესაც ვითარება მასზე აღარ არის დამოკიდებული. თუმცა ანალოგიური არ არის ვითარება იმ პირების მიმართ, რომლებიც დღეს აი ამ ტრაგიკული სახეებით, როგორიცაც ჩვენ ნახეთ ინაუგურაციაზე არაერთი სახე, ინაუგურაციაზე კი არა, ინაუგურაციის იმიტაციაზე არაერთი სახე, ნელ-ნელა ეს გააზრება გაღმავდება. და გაღმავდება მაშინ, როდესაც ნელ-ნელა დაიწყება ჩვენი პარტნიორების მიმართ არა ივანიშვილის, არამედ უკვე სხვა პირების შესაძლებლობების შეზღუდვა მნიშვნელოვანწილად. და როდესაც ივანიშვილს მაინც გააჩნია ამ სანქციების ამა თუ იმ ფორმით ასე ვთქვათ, არიდების შესაძლებლობა და ეს მის, ასე ვთქვათ, ვიტალურ ყოფით თემებს მაინც საბოლოო ჯამში არ შეეხება. აი, როდესაც ეს სანქციები შეეხება უკვე ადამიანებს, რომელთათვისაც ეს იქნება ცხოვრებისეული და ყოფისეული, აი, მაშინ მე ვარაუდობ, რომ დავიწყებთ იმის ნახვას, როგორ ჩამოიშლება შუა რგოლი. და არა უახლოესი რგოლი, იმიტომ რომ
მათზე კონტროლი სავარაუდოდ არის ძალიან ზედმიწევნითი და მკაცრი. კი ბატონო და ბატონ გიორგი აი რადგან ივანიშვილზე ვსაუბრობთ კი ვისაგებ არ მესმის საეთერო გამითიშეთ რა თუ შეიძლება რა კი ვეცდებით ესმით მათ თქვენი ხმა ბატონ გიორგი და ვეცდებით რომ მოვაგვაროთ ეს ტექნიკური ხარვეზი არ ვიცი იმედია გამოსწორდა მე გავაგრძელებ რომ დავსვა კითხვა მოგვარდა ბატონ გიორგი ხარვეზი რომ დისკომფორტი არ შეგექმნათ როცა კითხვას ვსვამ გესმით მესმის და საეთეროში ცოტა ხანი გაჩუბდნენ სანამ კითხვას დასვათ რომ საეთეროს თუ ალბათ დარწმუნებული ვარ რომ ისინი ბუნებრივი ეთერი გაყავთ ამიტომ ესმით თქვენი და აბა ეხლა მოგვარდა ბატონ გიორგი გამოსწორდა თუ კიდევ გესმით ხმაური ეხლა მესმის კი ბატონო ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ბატონ გიორგი რომელიც ეხება იმ ინტერვიუს რომელიც გუშინ გავიდა ნოდარ მელაძის შაბათში გულისხმობ ექსკლუზიური ინტერვიუს გედედეს ყოფილ მაღალ ჩინოსანთან დარწმუნებული ვარ თქვენც თუ სრულყოფილად არ ნახეთ გაეცანით ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან გზავნილებს ხომ აი რა სიტყვით ზოგადად ამაზე რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის მხილება იმ პირის მხრიდან რომელიც თავად იყო აი ამ სისტემის ნაწილი წლების განმავლობაში და რაზე მიუთითებს ის გარემო რომ იყო მისი ოჯახის წევრებზე, მისი ცოცხლეზე მუქარა და ის რომ ახლა შეერთებულ შტატებშია, იმიტომ რომ მას ფაქტობრივად სამშობლოდან მოუხდა წასვლა, ხო? ხო, ახლა აი ნაწილზე რაზე მიუთითებს არ იმას ვიზამ, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ის რაზეც გესაუბრებოდით ცოტა ხნის წინ, რომ უახლოეს გარემოცვას, ახლა ეს პირი სავარაუდოდ არანაირად არ წარმოადგენს უახლოეს გარემოცვას, მაგრამ უახლოეს გარემოცვას იგივე ტიპის ბერკეტებით იკავებს ეს სისტემა და ანალოგიურად იგივენაირად ზემოქმედებს მოსკოვი ასე ვთქვათ ივანიშვილზე ჩემი ვარაუდით. შესაბამისად აქ ჩამოშლის შესაძლებლობა ბევრად უფრო ნაკლები არის, იმიტომ რომ მათ ბევრად უფრო მეტი აქვს დასაკარგი ვიდრე სანქციების შედეგად ფინანსური და ასე ვთქვათ სავიზო სანქციების შედეგად მათ ემუქრებათ, მაგრამ აი თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთ ადამიანებს მაინც აქვს გასვლის და სისტემიდან გაქცევის შესაძლებლობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ დონეზე ვსაუბრობ მე, როდესაც გეუბნებით, რომ საშუალო რგოლი ჩამოშლის ამ სისტემას. რეალურად გადაწყვეტილებებს ხო რეალური აღსრულება უნდა და რეალური აღსრულების უკან განან კონკრეტული პირები, რომელთაც არც ფინანსური, არც სხვა ტიპის დაცულობები იმხელა არ აქვს, რამხელად შეიძლება გქონდეს პირადად ივანიშვილს. ეს პროცესი, როდესაც სისტემა დაიწყებს ჩამოშლას, ის დაიწყებს ჩამოშლას აი ამ ხაზის ირგვლივ, რეალურად ხვალ და ზეგ ბრძანების გამცემი ტიპაჟების სიფრთხეში და არა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებთან, რომელთა მიბმულობაც დაახლოებით ისეთი არის, როგორცაც საუბრობდა ეს რესპონდენტი, რომელზეც თქვენ მიმითითეთ. აი მანდ მოხდება ჩამოშლა, იმიტომ რომ მათ ისინი მიხვდებიან, რომ დასაკარგიც აქვთ და დამცველიც ნამდვილად არ აქვთ. და აი ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი იმისა, როგორ მოხდება ნელ-ნელა და შეიძლება მაინც და მაინც ნელ-ნელა არა, როგორ მოხდება ამ სისტემის ჩამოშლა. ეს მე მინახავს 2003-შიც, სხვა დროსაც მინახავს რეალურად აი ეს საშუალო რგოლი, რომ მოდის და უკვე უპატაკებს ოპოზიციურ ძალას, რომ ის აღარ ემსახურება რეჟიმს და რომ ის მზად არის გადავიდეს ისტორიის სწორ მხარეს.